მოგესალმებით მეგობრებო, YouTube არხში ხურაა და მე მისი წამყვანი ლევანი. სანამ დავარ თემაზე გადავიდოდე და ხაზი გავუსვა backgrounds, როგორ მოგწონთ. ხაზები შევალამაზე, თუმცა ერთ ბოლომდე არ არის დასრულებული, მალე გავალ ფინალში. აპგრეიდები გავაკეთე უკანაც, თუმცა თქვენ ვერ ხედავთ. უკანა დააკვირდებით, მიხვდებით, რომ background-ზე რაც მაქვს, აბსოლუტურად ყველაფერზე მაქვს, თითო ისტორია მაინც. შავ-ლაქებს რაც შეეხება ესენი იზოლენტაა, რომელიც დაფარულია, იმიტომ რომ ლურსმნის ნაჭედურებია. ვეცადე ესე გადამეფარა. კიდე არის ერთი თეთრი შუქი, რომელსაც ვერ ხედავთ და ვეცდები შემდეგ ვიდეოებში ისე გადავიღო, რომ გამოვაჩინო. თუ ეხა მომეწონა ამის მათება, მაშინ დავტოვებ. გიტარა არჩეულებრივი არსება, რომელიც მელოდიურობას გვჩუქნის ცხოვრებაში. GoPro, რომელიც ჯერ არ გამომიყენებია და აუცილებლად გამოვიყენებ. მას შემდეგ რაც ნორმალურ მიკროფონს ვეღირსებ. ჩემი ყურსასმენი არჩეულებრივი და როგორც ხედავთ, ორი თაროა თავისუფალი, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდე რამდენიმე საკითხი გვაქვს გასარჩევი და შეივსება ჩვენი background-ი. ასე ლურჯი ნათება, როგორი კოხტა, სოლიდური. რაც შეეხება ჩემს ჩაცმულობას, არავინ არ ზრუნავს, გარდა ჩემი ძველი გარდერობისა. ეს ცოტა გახეულია რაღაცეებში. თუ რაღაც მიპრეწილი, მოპრეწილი, მოხეული ნახე სადმე? ხო. ძველია და იმიტომ. მაგრამ მომწონს ასე რომ მაინც მაწვია. თქვენ რაღაც ნაწილს ვერ ამჩნევთ, აქ არის ფანჯარა, ალკული მაქვს, ესეთი დეკორაციით, სანახევროდ. არავინ აღარ მისკიტინებს ვიდეოს გადაღების დროს. რაღაცა სიმყუდროვი შეიქმნა ჩემთვისაც და ვფიქრობ კამერისთვისაც მშვიდი ნათებები იქნება. აქ კიდე ერთი შტატივი მაქვს, რომელიც პირდაპირ შუბში იყურებს, ხოლო მეორე შტატივი გამორთული მაქვს, რადგან არ გჭირდება ესე ვფიქრობ. უსტარულად გაკეთებული ნათებები მაქვს აქეთ. დღევანდელი თემა იქნება ჩემი პირველი ბიზნესი. და რა იყო ჩემი პირველი ბიზნესი, რომელიც არც დიდი ხნის წინ მოიყო. ცდელობა, მოდი ესე ვიტყვი. წინა ვიდეოში გითხარით, რომ თეორიული ცოდნა მქონდა ეკონომიკაში, თუმცა პრაქტიკა ნაღდი ცოდნა. სანამ ჩემ პირველ ბიზნესს დავიწყებდი, მანამდე მუშაობდი ფიზიკურად ახლობლების ცეხში, ესე რომ ვთქვათ, და არ მქონდა არანაირი პრობლემა, როცა მინდოდა მივიდიოდი მუშაობდი, მოვიდიოდი, ან ძალიან დიდი თავისუფლება მქონდა, მაგრამ მაინც ბევრი გამოცდილება მომცა, როგორი დროც გავატარე იქ. ყოველთვის მქონდა ის მომენტი, რომ მოძრაობა მინდოდა, ერთ და იგივე ცეხში სიარული ყელში მქონდა ამოსული. მე გავხდი კურიერი. მას შემდეგ რაც მართვის მოწმობა ავიღე მოტოციკლეტისა. მე მოვიდა ესე პერიოდი, როცა მივხვდი, რომ კურიერობაც მოიჭამა ჩემ ცხოვრებაში, ახალ ეტაპზე გადასვლა მინდოდა და დავიწყე ჩემი პირველი ბიზნესი. ეს იყო პოპკორნის მაღაზია ერთ-ერთი საკურიერო კომპანიის აპლიკაციაში. ახლა ჩემი სპონსორი რო ყოფილიყო, რა მარტივად ვიტყოდი? მე პოპკორნი. პოპკორნის აპარატი მქონდა, ტრანსფორმატორი და 3 თვე ვიმუშავე აპლიკაციით და ჩემი მოგება იყო 70 ლარი. 200 ლარი ვიშოვე 3 თვეში. მაგრამ ისეთი გამოცდილება დავაგროვე, რომ არ შეიძლება რა, თუ მე 200 ლარი მოგება დამჭა, ალბათ ერთი 2000 ლარის რაღაც ვისწავლე რა, თუ მეტის არა. სანამ გავხსნიდი მაღაზიას აპლიკაციაში, მანამდე მიმოწერა მქონდა საპორტებთან, საკურიერო კომპანიისა, ძალიან ბევრ რამეში დავკვალიანდი რა როგორ გამეკეთებინა. ძირითადი სირთულე იყო ალბათ იმ თემების მოგვარება, რაც იყო დოკუმენტაცია, კითხვა და ასე შემდეგ. სირთულე რა, უბრალოდ დრო ჭირდება, რომ გაეცნო რა პირობებს გთავაზობენ ესა თუ ის საკურიერო კომპანიები, როგორც ინდმეწარმეს. სხვათა შორის, აი სადაც ხა ვიდეოს ვიღებ, აქ მქონდა ზუსტად ის მაღაზია. სახლიდან ჩვეულებრივ ყიდი და კურიერები მოდიოდნენ. ძალიან კარგი გამოცდილება იყო, თუმცა რატომაც თავი დავანებე ეს იყო მაღალი პროცენტი. მოდი ამას ბარე მაგ დავდებ, რომ კოხტა იყოს. ვინაიდან დამწყები ბიზნესმენი ვიყავი, არ მქონდა იმ ხელა პრივილეგია, რომ შემეთავაზებინა, რომ მოდი ალბათ დაბალ პროცენტში გამიკეთეთ, იმიტომ რომ რეალურად თუ ვინმეს ხელს უწყობდა, ეს მე არ ვიყავი. ანუ ისინი მისწყობდნენ ხელს, ვინაიდან ნულიდან დავიწყე, არ შემეძლო ვაჭრობა დამეწყო საკურიერო კომპანიასთან. მინუსი ის ქონდა, რომ აღალი პროცენტი მქონდა, მაგრამ თუ ეხლა შენი რესტორანი გაქვს და უკვე შენი ბიზნესი გამართულად მუშაობს მათ გარეშე, მაშინ არათუ დაბალ პროცენტში შეიძლება საერთოდ ფული არ გადაგახტევინონ, ვინაიდან შენ იქნები მათი რეკლამა მათ აპლიკაციაში. ასე რომ რაც უფრო ძლიერი ბიზნესმენი ხარ, ვით უფრო მომგებიანია შენთვის მათთან ურთიერთობა. ეს მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ ცოდნის თვალსაზრისით, როცა იწყე და პირველ ნაბიჯებს გავთ ბიზნეს სამყაროში, უმაგრესი რაღაცაა საკურიერო კომპანიასთან ურთიერთობა. 700 ლარიანი iPad-ი ათხოვეს, დამაწერეს, მაგრამ როცა ურთიერთობა დავამთავრეთ, დაიბრუნეს ჩვეულებრივ უკან. დამწყებებს მოგმართავთ მაგ მხრივ, ჯობია თქვენი ტელეფონით იმუშაოთ, იმიტომ რომ არ ჭირდება ზედმეტი ვალი, არაა საჭირო iPad იმისთვის, რომ იფუნქციონიროთ. თუ რესტორანი გაქვთ, ახლა iPad-ი ცალკე გჭირდება და თქვენი ტელეფონი ცალკე, იმიტომ რომ ცალკე ობიექტია ის და ცალკე ორგანიზმი. მაგრამ როცა სახლიდან აკეთებ ამას, ზედმეტი დივაისების ყიდვა არ გჭირდება. ან დღე გემატება და 500 ლარიანი iPad-ი 700 ლარში მოდის. მაგრამ ცოდავს ვერ ვიტყვი, უკან დაიბრუნეს, იმიტომ რომ კარგ ფორმაში იყო ჩემი iPad-ი, რაც მომცეს და გამინულეს ის ვალი. პლუს ძალიან დიდი გამოცდილება მომცეს ბიზნესში უფასოდ. ისინი ფულს არ იღებენ შენგან, შენ თუ არ გაყიდი. ან თუ არ გაგაყიდნენ ეს პროდუქტი, ისინი ფულს არ იღებენ შენგან, რაც ძალიან დიდი კომფორტია დამწყები ბიზნესმენისთვის. ვინაიდან კურიერი ვიყავი და ვიცოდი სხვა რა კურსით როგორ ჩანდა სიტუაცია, ლოჯისტიკა, მოდი ესე ვიტყვი, ძალიან გამიმარტივდა უკვე ბიზნესმენის კუთხიდან ამ სისტემის დანახვა, იმიტომ რომ ვიცოდი კურიერი რას აკეთებდა, უკვე ვიცოდი ბიზნესმენი რას აკეთებდა და შესაბამისად მომხმარებელს არაერთხელ ყოფილვარ. ასე რომ ეს სამეული შეკრული მქონდა და მიმარტივებდა საქმეს, რომ აზრზე მოვსულიყავი რა რატო ხდებოდა.
დეტალებზე რო აღარ ვისაუბროთ. ისე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აპლიკაციებში რას ყიდია. იმიტომ რომ პოპკორნი ძირითადად საღამოს იყიდებოდა, ძალიან ისეთი რაოდენობით არაფერი განსაკუთრებული, რა პროდუქტს ყიდი, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკურიერო აპლიკაციებში, იმიტომ რომ ყველა მიწის რო გაცილებით ძვირად ყიდი, ახლობით 60%-ით ძვირად. შეიძლება არ ყიდი ეგრეთ ძვირად, მაგრამ მაშინ ძალიან ცოტა მოგება და ან დიდი ბიზნესი ქონდა და ძალიან მომგებიან პროცენტში მოხდა თქვენი დაკავშირება. თეორიული ცოდნა ტორტზე კარგი ბეზია, მაგრამ არა მთავარი. უბრალოდ კარგი დამხმარე საშუალებაა. თორე რეალურად ყველა ცოდნა ის თეორიული რაც არის. რეალურად ის თეორიული ცოდნა რაც არის, პრაქტიკიდან გამომდინარე. მაგრამ ეგ იმას ანიშნავს, რომ თვალები დახუჭო და მაინც და მაინც შენ შეასკდე კიდევ. შეგიძლია რაღაც წაიკითხო, 1-2 ფრაზა და მივხვდე, რომ აქ არ არის საჭირო გაიარო, მოუარე და ისე გაიარე. იგივე შედეგს მიიღებ. თეორია არის სხვა ადამიანების გამოცდილების მიღება. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და რომ მივხვდი, რომ თეორეტიკოსი არ მინდოდა გამხდარიყავი, უკვე პრაქტიკაზეც გადავედი და ძალიან დამეხმარა ის თეორიის პატარ-პატარა ნაწილები მაგისთვის. სხვა შორის აპარატი ახლა აქ მაქვს, მაგრამ აღარ გამოვაჯანჯალებ, არ დაეტევა, ჩავტენო ჩვეულებრივ. მე იმას მივხვდი, რომ პოპკორნი ძალიან კარგია გარეთ ქუჩის საკვებად მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ უცებ იყიდა, ცხელია, იმრიელია, ეგაა მთავარი მომენტი. თორე ხა რაღაც საკურიერო აპლიკაციიდან რო იწერ რაღაცას იქ-სუნს ვერ გაიგებ ხო ესეა. მიუხედავად იმისა, რომ კაი სურათები შეიძლება გადაიღო, პოპკორნის მთავარი მუღამი მაინც ქუჩაში აი ცხელი არომატი შეგრძნება, მთავარი კოზირი. ასე რომ მხრივაც მივხვდი, რომ თუ გავაკეთებ მაგას, გავაკეთებ ცალკე დამატებით შემოსავლად და არა მთავარ წყაროდ. ეგეთი ამბებია. ჩემი მეორე ბიზნესი შეიძლება ითქვას, რომ YouTube-ია, რომელიც ალბათ 1-2 წელი არაფერს არ მომიტანს და არ სველოდები. აი როგორც რაღაც Google-ის აქციებს ყიდულობდა, თუმცა რამდენიმე წელში შეიძლება რაღაც იყოს, ეგრე უყურებ YouTube-საც. მაგრამ თუ რამეს ვაკეთებ მთელი გულით, იმიტომ რომ თუ რაღაც editing-ში 3 საათი მჭირდებოდა, ეხა 4 საათ ნახევარს ვახარჯავ იმისთვის, რომ ეს ვიდეო ხორჩება. ხო არ მთავრდება, როგორც ატამს რო ყიდი და სოფეჭამ აღარ არის. არა, ეს ვიდეო სურჩება და ჯობს რომ 3 საათის მაგვრად 4 საათ ნახევარი დავუთმო რაღაც ვიდეოს. YouTube-ს უყურებ როგორც აი მომავლის პერსპექტივას, რომელსაც რამდენიმე წელი შენება ჭირდება და მერე შესაძლებელია რომ რაღაც წამოიღოს. ეს რომ შეუძლო ძელოდიან პერიოდში გაძლება. ამისთვის მჭირდება უკვე სხვა საქმიანობა, რომელიც ყოველდღიურ cash flows მაჩუქებს. ჯიბის ფულს მომცემს. ეს იქნება ჩემი რიგით ალბათ მესამე ბიზნესი, რომელსაც დავიწყებ, იმიტომ რომ YouTube უკვე მეორე ბიზნესად წოდებულია, მიუხედავად იმისა, რომ მოგება ცოტა მერე მოიტანს და ბიზნესი კარგი სიტყვაა, გაყიდვაც კარგი სიტყვაა, იმიტომ რომ ხალხს ცოტა ეგ ისე გონია. თუ ეგ ფიქრი გაქვს, რომ ვაჭარია ეს ნაძირალა, ეგრე არ არის. ვაჭრობა კარგი სიტყვა, მაგრამ ვაჭარი აღქმულია როგორც აი რომ მოგატყუებს და შეგისრულებს და რეალურად ეკონომიკა და ბიზნესი და გაყიდვა და ვაჭრობა ძალიან კარგი სიტყვა. ეს ყველაფერი ეკონომიკაა, რაც ჩემ უკან ხდება. თა რო იქნება ეს განათება გიტარა თუ ნებისმიერი სხვა რამ. არ ვიცი ახლა რატო დავიცავი ბიზნესი თქვენთან, მაგრამ მაინც გამახსენა, იმიტომ რომ ზოგს გონია რომ აი ბიზნესი ცუდი სიტყვა. შენ წამკოტრებული ხარ გოგინზე და ტელეფონში უყურებ რაღაც და მეც ფლექსაო ამ ჩემი ახალი სათვალით, რომელიც ჩემი მთელი ხელფასი დამიჯდა. წინა გამიტყდა. სხვა შორის ამას აქ კამელეონი ახე. არ ვიცი გაშავდა თუ არა, მაგრამ შუქს მზეზე იმოშება. შავდება და ძალიან მომწონს. ხო, ვისაც პოპკორნის ბიზნესი დაწყება მოგინდებათ, 800 ლარად გამოვიწერე მე აპარატი, მგონი 2 წლის წინ. 800 ვატიანი იყო ეს პოპკორნის აპარატი, რაღაცა Norden Popcorn რაღაცა ქვია, ძალიან პოპულარულია და 2000 ვატიანი, თუ ვოლტიანი, მაგაში კარგად ვერ ვერკვევი. ვიყიდე ტრანსფორმატორი, ვინაიდან ტრანსფორმატორი იკლებს თავის ვატებს, თუ V რაც აწერია, მაგ V-ს იკლებს და თავი დავიწყე. თორე შეიძლება 150 ლარადაც იყიდო და ძალიან გამოგადგეს აპარატისთვის. ხო, რა იქნება ჩემი მესამე ბიზნესი? მაგაზე ალბათ არა თუ მოგიყვებით, არამედ ვიდეოებს გადავიღებ და სხვა ფორმატში შევიყვან ჩემ YouTube არხს. ხო, ალბათ თქვენით. აგადებულებო. არა ხომ მაგარია რა. რაღაც ისეთი სვეგ. გადაუგან ხე? ხო ვითომ ყველაფერი ძალიან სვეგატერა. აი ამ უპრეწილი მგონი იღლიაში ხეული მაგ ხასიმი არა აქვს. და ამ კიდევ სიდა მაგარი ვა ჩაკუჩით.